საღამომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია საინფორმაციო გამოშვება კურსორი სტუდიაში სოფო ჭულუხაძე მუშაობს. 2011 წლიდან ფოთის მოსახლეობა ბუნებრივი აირით ისარგებლებს. სამუშაოები უკვე დასავლეთ საქართველოში ახალი მთავრობა აფინანსებს. შესრულებული სამუშაოები ამერიკის ელჩმა ენერგეტიკის მინისტრთან ერთად დაათვალიერა. დასავლეთ საქართველოში ახალი გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუნებრივი აირი ფოთის, სენაკის, ხობისა და სამეგრელოს რაიონის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 25,000 აბონენტს მიეწოდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკმაოდ მნიშვნელოვანი მშენებლობა, რომელსაც ახორციელებს ორი კომპანია, მშენებლობის დამკვეთი გახლავთ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია. ეს პროექტი საშუალებას მისცემს გაზსადენის აშენების შემდგომ თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, რათა მომარაგება მოხდეს იქ გაზით და ასევე თვითონ ფოთის მოსახლეობას მიეწოდეს ბუნებრივი აირი. სამშენებლო სამუშაოებს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან პარტნიორობით აფინანსებს. გაცემული დაპირებები სრულდება. ჩვენ დაახლოებით რამოდენიმე თვის წინ ჩავატარეთ ქალაქ ფოთში მთავრობის ხდომა. მთავრობის ხდომაზე იმღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მოხდარიყო ქალაქ ფოთის და ფოთის ინდუსტრიული ზონის გაზიფიცირება. ამერიკის მთავრობის ხარდაჭერით ჩვენ დავიწყეთ ეს გაზიფიცირების სამუშაოები და ისე როგორც იყო დაპირებული, ქალაქი ფოთი გაზს მიიღებს უკვე წლის ბოლოსთვის. ეს გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად ვახორციელებთ. მოხდება როგორც ფოთის მოსახლეობის, ასევე ამ ქალაქში მოქმედი საწარმოების გაზიფიცირება. ეს რასაკვირველია აისახება საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე. მილსადენით მოხდება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გაზით მომარაგება, რაც ხელს შეუწყობს ინვესტორების მოზიდვას. მილსადენის მშენებლობის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობაცაა ჩართული. თავრესი იყო ჩვენთვის ამ გაზსადენის გაკეთება, რადგანაც მთელ ამ ზოლზე, რომელიც სენაკიდან ფოთის მიმართულებას და ბევრს კივერს წარმოედგინა, დღესაც კითხულობენ ფოთში არის ყველას ეგონა რომ ფოთში იყო გაზი. პირველად შედის ფოთში გაზი და ჩვენ ვფიქრობთ რომ წლის ბოლოსთვის უკვე გაზს ავანთებთ ფოთში. ეს არის ყველაზე დიდი პროექტი და ამბიციური, რომელიც ფოთში კი გაკეთებულა. ამის გარდა თქვენ ხედავთ რომ აქ არის ელექტროსისტემა მთლიანად ახალი გაკეთებული, რომლითაც ყოველთვის პრობლემები, რომელიც იყო ფოთში ახალ ქარხანასთან დაკავშირებით იყო ეს პრობლემები. სხვა მხრივ მოსახლეობაში დაბალი იყო დენი, ეს ყველაფერი იქნება მოგვარებული. პირველ ეტაპზე ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გაზიფიცირება მოხდება. აღნიშნულ ტურნირში სომხეთის, ჩეჩნეთის, დაღესტნის, რუსეთისა და საქართველოს სულ 5-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა. მასში ხობელმა სპორტსმენებმაც მიიღეს მონაწილეობა. გეგა გაბისონიამ 6 წლიანებს შორის პირველი ადგილი დაიკავა, 5 შეხვედრა მან 5-ვე გამარჯვებით დაასრულა. პირველად იასპარეზა, ასევე მნიშვნელოვან შეჯიბრზე პირველად იასპარეზა და მედლითა და სიგელით დაჯილდოვდა. ხობში 5 წელი რაც ფუნქციონირებს შოტაგან კარატე-დოს სექცია. ამ წლების მანძილზე ხომ არ ახალ გვასახლა როგორც საქართველოს საზღვარგარეთ. ამჯერად ჩვენ ვიმყოფებოდით ერევნის საერთაშორისო ტურნირზე. ხობიდან ერთმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, გაბისონია გეგამ, მან არაჩვეულად იასპარეზა. მე ვიყავი ქალაქ ერევანში. ვიჩხუბე 5 ჯგუფი და დავიკავე პირველი ადგილი. ჩემი ქალაქი გავახარე. ხობში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მიხეილ იოსავას სახელობის ტურნირი ბილიარდში მიმდინარეობს. შეჯიბრზე სულ ბილიარდის მოყვარული 32 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. ტურნირი ოლიმპიური სისტემით იმართება. მას მესამე წელია საბილიარდო კლუბისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით ეწყობა. ორგანიზატორები ტურნირის მასშტაბების გაზრდას გეგმავენ. ფინალი 23 ნოემბერს გაიმართება. მიშიგო იოსავას უყვარდა ბილიარდი. ის დადიოდა ბილიარდის წრეში. მისი ოცნება იყო, რომ ჩატარებული იყო ხობში რაიონული და რესპუბლიკური შეჯიბრებები. წელს უკვე მესამედ ვატარებთ მის სახელობის ტურნირს. ტურნირი ტარდება ოლიმპიური სისტემით, სადაც 32 მონაწილე ეჯიბრება ერთმანეთს. ფინალური თამაშები დანიშნული არის 23 ნოემბრისთვის. წელს გაიხსნა მესამედ მიხეილ იოსავას სახელობის ბილიარდში ტურნირი. მაგრამ მე მეორედ ვიღებ მონაწილეობას. შარშან მეორე ადგილი დავიკავე. საკმაოდ ძლიერი მეტოქეები მელოდება წინ, მაგრამ ვეცდები რომ ყველანაირად პირველ ადგილზე გავიდე.